ქარბატონი ლიზიკო ნაწილი მეორე. ამ ყველა პატატინას სიცოცხლეს კი წარმატებულად უპოვეთ სახლი. მალა ქარბატონი ლიზიკოს ძალიან ეძღვნა და დაიწყო კვეთნა ძებნან და დიუდა იქით-აქით ეძებდა თავის პატატიებს. სიმართლე გითხრათ, ასეთი ტკივილიმე პირველად ნახე ცხოვრებაში. ქარბატონი ლიზიკო. ნუ ნერვიულობთ ესელა, ძალიან კარგ ოჯახებში დავალეკეთ ყველა პატატინები და კარგად ალიან, ბედნიერად ალიან. მოდით მოგეფილოთ ლა, ყველაფერი კარგად იქნება აუცილებლად. მე თქვენი უარხართ ქარბატონი ლიზიკო. ვაიმე, ამ გულის ტკივილს და სევდას ძალიან ძლიერი და გასაკუთრებული შუნი აქვს. ასეთი შუნი არასდროს არ მიგძვნია მე. ქარბატონი ლიზიკო, მოდით ლა, შაგიგვრათ გულში, შაგიხუდოთ, მოგეფილოთ, დამიჯერეთ, ყველაფერი კარგად იქნება. აუცილებლად. აბა მოდით ვითამაშოთ ერთად, მოდით, აი ესე. ახლა შეიძლება თვითონ მოვიგვანა ეს ლიზიკუნა. მამიკოსაც თხოველი სახი აგვესინებინა ლიზიკოსთვის, რადგან ალასდროს ცხოვრებაში არ ქონდა და აი ესეთი სახლი გამოგვივიდა. ლიზიკოც კმაყოფილია. აი გოგი, ეჭვიანობს. მოდი ვითამაშოთ, მოიზიკუნა. მოკლედ ერთი სიტყვით ლიზიკო ჩვენი ოჯახის წევრი გახდა. ყველას მადლობა გულადღებისთვის.